გამარჯობათ კიდევ ერთხელ. ეს არის მეხუთე სესია, რომელზეც უკვე შევაერთებთ გარე და შიდა სამყაროს. თუ თქვენ უბრალოდ უყურებთ ვიდეოებს და დავალებებს არასრულებთ იმ სესიების შემდეგ, რომელზეც უნდა შეგესრულებინათ, მაშინ ჯობია ეხლავე დააპაუზო, შეასრულოთ დავალებები და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელო ამ სესიის ყურება. რადგან იმის შემდეგ, როგორც კი შეასრულებამ დავალებას, მიხვდები რამდენად სიღრმისეულად მართლა შეგვიძლია ჩავიდეთ და განკურნოთ ჩვენი თავი ბავშვური ტრაუმებისგან და თუ არ შეგისრულებია, ამას ვერც გაიგებ ვერასდროს, იმიტომ რომ ეს დავალება არის ზუსტად ის გზა, რომ ჩვენ თავს ჩავეციოთ სიღრმისეულად და გავარკვიოთ სიღრმიდან რა და რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში. დააპაუზე, თუ არ გაგიკეთებია, გადადი, გააკეთე სავარჯიშოები და შემდეგ დაბრუნდი აქეთ. თუ თქვენ ეს პრაქტიკები უკვე გაიარეთ, მაშინ გრძნობთ, რამდენად სიღრმისეული იყო ყოველივე პრაქტიკა და რამდენად შეიძლება მტკივნეულიც და უსიამოვნოც ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩავდიოდით ზუსტად იქ, რის გამოც სინამდვილეში გვტკივა და რის გამოც მე დამახინჯებული გამოვლინება ხდება რაღაც მოვლენებზე ჩვენს ცხოვრებაში. ესე იგი, თუ დავალება გააკეთეთ, სამი სავარაუდო ვარიანტი არის დავალებისა რა. პირველი ვარიანტი არის, რომ უბრალოდ დაიკიდეთ, არ გააკეთეთ და ფიქრობთ, რომ ამ წერამ რა უნდა მომიტანოს. ეს ერთ-ერთი ვარიანტი არის, კი ბატონო, და ამ ვარიანტს აქვს თავისი თავისებურება იქიდან გამომდინარე, რომ ამის ახსნა არის შემდეგი, რომ თქვენ ხართ გაჭედილები თქვენ საფრის ბუშჩი, არ ხართ მზად და გეშინიათ საკუთარ თავს მართლა შეხვდეთ, საკუთარ თავში ჩაეძიოთ სიღრმისეულად და ყველაფერი გაუშვათ, რომ განთავისუფლდეთ იმისთვის, რომ ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ. ეს არის წითელი დროშა ალამი დავარქვათ ამას, რომ თქვენ უბრალოდ მართლა ძალიან გაურბიხართ თქვენ თავს, ეს სავარჯიშოები თუ არ შეასრულეთ. ვარიანტი ნომერი 2. გავაკეთე ეს სავარჯიშო, მაგრამ ისეთი დამოკიდებულებით გავაკეთე, რომ ოღონდ მომეშორებინა. გავაკეთებ და მე რა უნდა მომიტანოს ამ სავარჯიშომ, საერთოდ ამ სავარჯიშოს რის გაკეთება შეუძლია. ეს არის მეორე ვარიანტი სავარჯიშოების გამომდინარეობის და რაც როგორ აღინიშნება და როგორ საერთოდ აიხსნება ეს მიდგომა. ესე იგი, თქვენ გაურბიხართ თქვენ გრძნობებს. ანუ რაღაცებს კი აკეთებთ, მაგრამ ის ზერელად აკეთებთ, იმიტომ რომ არ გინდათ სიღრმისეულად ჩაეძიოთ და შეიგრძნოთ ყოველივე, რაც შეიძლება მოხდეს, რაც ხდება და რაც იყო. ანუ ეს ყველაფერი ერთად არსებობს და ეს ყველაფერი ერთად არის და თუ ამ ორი დამოკიდებულებიდან ერთ-ერთი მაინც გააგვდა თქვენი თავი ამოიცანით ამ მიდგომაში, მაშინ გირჩევთ, რომ უფრო სიღრმისეულად ჩაეძიოთ ამ საკითხს და უფრო ბეჯითად შეძლოთ, რომ გააკეთოთ ეს სავარჯიშო, რადგან დაგიბრუნდებათ შეგრძნებებიც, გაქრება შიშიც საკუთარი თავის და შედარებით უფრო დიდ და სწრაფ ნაბიჯებს გადადგამთ ბედნიერი ცხოვრებისკენ. მესამე ვარიანტი, გავაკეთე ეს სავარჯიშო ისეთ, როგორც უნდა გამეკეთებინა, სრული ჩართულობით, სრული გააზრებით და სრული შეგრძნებით და ამ სავარჯიშომ ჩემთვის მოიტანა რაღაც ემოციები. ცრემლები, ტირილი, სიცილი, მწუხარება, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ემოცია მოიტანა, ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ ამით ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, უფრო კარგად გავზომოთ საკუთარი თავის მიმართ რა დამოკიდებულებაში ხართ. ანუ რისი გაზომვა შეიძლება, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება და ყველაფერი შეგვიძლია ავიყვანოთ +10-ზე. ამიტომ მაქსიმალურად ვიცადოთ, რომ ასე გავაგრძელოთ და ჩართულები ვიყოთ ჩვენ სავარჯიშოებში. დაუბრუნდეთ ახლა დავალებას. რა სახის აგრესიაც, ბრაზი, თვითკრიტიკა უნდა გამოგემჟღავნებინათ საკუთარი თავის მიმართ ამ დავალების შესრულებისას, ეს გვეხმარება ზუსტად შევაფასოთ ჩვენი სიყვარული ჩვენი საკუთარი თავის მიმართ. ანუ ავიღოთ ახლა და 1-დან 10-მდე გავზომოთ, როგორ გონია ჩვენი თავი რამდენად გვიყვარს. რამდენად ვიღებთ ჩვენ თავს, საერთოდ და რამდენად შეგვიძლია ჩვენი თავი მივიღოთ. დავუშვათ ავიღოთ ერთი რაღაც საქმე. და ამ საქმეში მაქვს რაღაცა ქცევის ნორმა. ყველაფერში ასე ვიქცევი? არ არის ასე, იმიტომ რომ ჩვენი გარჩეული წინა სესიებიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ სცენარები, განვიხილეთ სხვა სცენარები, განვიხილეთ მიზეზები, საიდან მოდიან, რატომ მოდიან და ეხლა ყველაფრის შეერთება უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო კიდე სიღრმისეულად
ჩავიდეთ და ჩავეძიოთ ამ ყველაფერს. პირველი, რაც უნდა გავიხილოთ, დამოკიდებულება ჩემი თავის მიმართ. ანუ როგორ დამოკიდებულება მაქვს ჩემი თავის მიმართ საერთოდ? პატივისცემის შეფასება, სიყვარულის გამოვლინება. მეორე საკითხი, რაც უნდა გამოვიჩინოთ და გავზომოთ, არის ჩემი ურთიერთობები. ჩემი დამოკიდებულება ურთიერთობებში და ეს ჩემი დამოკიდებულება ურთიერთობებში კიდე რამოდენიმე ნაწილად არის ჩაშლილი. ჩემთან ურთიერთობა, პარტნიორთან ურთიერთობა, პარტნიორი გულისხმობა მეუღლე, შეყვარებული, შვილებთან ურთიერთობა თუ მყავსასწრები, ჩემ მშობლებთან ურთიერთობა თუ არ არიან, მით უმეტეს უფრო შედარებით მარტივი იქნება გაშვება, პატიება, მაქსიმალურად ყველაფრის და თუ არიან, უნდა მოვაგვაროთ აუცილებლად ეს საკითხი, უნდა პლუსაცე თუ გვინდა ასვლა, ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ესე იგი ურთიერთობა მეგობრებთან, ურთიერთობა საზოგადოებასთან, საერთოდ საზოგადოებასთან როგორი ურთიერთობა გვაქვს და რას ვთქვით, რომ გამოვამჟღავნოთ ან რას ვთქვით, რომ გავაზიაროთ საზოგადოებაში. ესე იგი ჩემი დამოკიდებულება მშობლებს და შვილებს შორის, აი მე როგორ მეკცეოდნენ ჩემი მშობლები და ჩემ შვილებს როგორ გადავეცი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ მე შემიძლია გავხდე ფარი ჩემი წარსულის გადმონაშთების დამოკიდებულების, რომელიც ჩემში ქმნიდა ბავშვურ ტრავმებს და აი აქ შემიძლია ფარი ალაფარო ჩემ შვილებს, რომ ჩავხსნა ეს ყველაფერი და ჩემ შვილებს აღარ გადავცე ეს ყველაფერი. აი გავაჩერო, იმიტომ რომ მე სრული გააზრებით ამ მომენტიდან დავიწყებ ცხოვრებას და მე კურსი მაგაში დაგეხმარებათ, რომ სრულად გაიაზროთ, რომ ეს ფარი მაქსიმალურად გააძლიეროთ, რომ თქვენ შვილებს არ გადასცეთ, ну აი 80% მაინც არ გადასცეთ, ყველაზე მინიმუმ მაგაში მაინც დაგეხმარებათ, იმაში რაც წინაპრებისგან თქვენთან მოვიდა. და მეოთხე საკითხი არის ჩემი დამოკიდებულება საქმის და ფულის მიმართ. ну ეს ძირითადი 4 განვიხილოთ, ბევრად უფრო მეტია, თუმცა ეს 4-იც რომ მოვაგვაროთ, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გქონდეს ბედნიერი ცხოვრება. ესე იგი, პირველი, რითაც უნდა დავიწყოთ, ისევ არის ცენტრში არის ჩემი პიროვნული ფუნდამენტი. რაზე არის ჩემი პიროვნება საერთოდ დაფუძნებული. მეორე, პიროვნული ბირთვი, ანუ ვინ ვარ და რა მსურს სინამდვილეში. მესამე, ჩემი მისია, ისტორია, საიდან მოვდივარ, რას ვაკეთებ, რა მინდა რომ გავაკეთო და რისი წამს და რაში მინდა რომ ჩავდო ჩემი ენერგია და რესურსი. ჩვენი გამოვლინება და შესაძლებლობები, ანუ როგორ გამოვავლეთ ჩვენ თავს და რა შეგვიძლია, შესასწავლი და ჩვევები, ანუ რა შეგვიძლია რომ შევისწავლოთ ახალი და რა ჩვევები შეგვიძლია ახალიო დავნერგოთ, ან რა ჩვევები შეგვიძლია აღმოვხრათ ის, რაც დაუშვოთ არ მიწოს, მაგალითად. მოწევა, დალევა, ნარკოდამოკიდებულებები, ეს ყველაფერი აი აკტრიალებს, რომ ისი აღმოფხვრა შეგვიძლია და რა შეგვიძლია რომ გარდაქმნოთ იმისთვის, რომ ბედნიერება ცხოვრება გქონდეს. კავშირი და უკავშირი. ანუ ჩვენ რა კავშირს ვიღებთ და რამდენად სწორად აღვიქვამთ ამ კავშირებს და რამდენად სწორად შეგვიძლია ეს კავშირი დავაბრუნოთ უკან. მოკლედ, აი ამ 6 საბაზისო მიდგომაზე არის ჩვენი ქვეცნობიერი აგებული და როგორი აგებულება და ჩონჩხიცა აქვს ამ ყველაფერს, როგორ მყარად და სწორად დგას ერთმანეთზე, ზუსტად ისე მედის ჩვენი ცხოვრებაც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენი დროის, ენერგიის და ფულის რესურსები, როგორც უკვე ხვდები, 90% მიემართება იქით, რომელიც არ ვიცით ჩვენი არჩევანია თუ არა სინამდვილეში. გეტყვი რომ უმეტესად არა შენი არჩევანი, ეს არის უკვე დაწყობილი გეგმა, რომელიც ჩაგვიდეს. ჩემი არ არის ჩაგვიდეს, აი ზუსტად მან დავართ ახლა ჩვენ. მოდი ეს ყველაფერი განვიხილოთ ჩემ პირად გამოცდილებაზე. ანუ ჩემ თავზე რომ მოგიყვეთ, მე საერთოდ დავიბადე აფხაზეთში, 4 წელნახევრის რო ვიყავი, აფხაზეთის ომი მოხდა, წავმოვედი თბილისში. თბილისში რო წავმოვედით, არც სახლი არ მქონდა, არც კარი არ მქონდა, არც საჭმელი არ მქონდა, ანუ როგორც ხვდები საკმაოდ ძლავრი ფსიქოლოგიური ტრავმა ჩაიდო ჩემ თავში. ამას დამატებული ხა წარმოიდგინე, მამა ჩემი იყო 33 წლის. მე როცა გავხდი 33 წლის და მყავდა 2 შვილი, თითქმის იგივე პოზიციაში ვიყავი, წარმოვიდგინე რომ უცებ ესეთი რამე მოხდეს და უცებ სახლი დავკარგე, კარი დავკარგე, სამსახური დავკარგე, ყველაფერი დავკარგე და სადღაც უცხო ადგილას
კიდე კაი უცხო ქვეყანაში არა მაინც, უცხო ადგილას მომიწია გადაბარგება, ჩემი ქვეყანაში ეს კარგია კიდე კარგი რომ საქართველოსშივე მოხდა ეს ყველაფერი და ყველაფერი უნდა დავიწყო ნოლიდან. აი 33-ის რო გავხდი და ეს რო გავიაზრე, კი ახლა იმპაქტმა დამარცხა. რომ მამა ჩემს და დედა ჩემს თურმე რამდენი შეძლებიათ და რამდენად ძლიერები ყოფილან, რომ ყველაფერი ნოლიდან დაიწყეს და ფეხზე დადგნენ, დაგვაყენეს მე და ჩემი ძმა და საკმაოდ ესეთი დიდი ფუნდამენტი მოგცეს მიმართულება განვითარებისკენ. თუმცა აქ რა თქმა უნდა იყო თავისი სხვა ბავშვური ტრავმებიც. აი ერთ-ერთი ბავშვური ტრავმა, რომელიც ჩემ ბავშვობიდან წამოვიდა, ის იყო, რომ მამა ჩემი ხა ამდენი გადაიტანა მესმის მამა ჩემის, რა თქმა უნდა, არასდროს არ მაქებდა. და ჩემში ჩაიდო ეს ბავშვური ტრავმა, რომ მე არ მაქებს მამა ჩემი და საერთოდ როგორ არის ფსიქოლოგიაში, რომ კაცი ვერ გაიზრდება და ვერ გახდება სრულფასოვან კაცად, თუ მამამისის შექება არ მიიღო. ანუ ამას იაზრებს თუ არ იაზრებს, იდეაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ისაა, რომ მამას შექება შვილზე, რომ შენ ღირსეული შვილი ხარ, საკმაოდ ძლავრად მოქმედებს და საკმაოდ, ესე იგი, საბოლოო შტრიხს ადებს მამაკაცის განვითარებას. ბავშვობაში ეს რო არ მესმოდა, ჩემში ჩაიდო ტრავმა, რომ მე არ მაქებენ, რატო არ მაქებენ? ალბათ ცუდი ვარ, თუ ცუდი ვარ, მაშინ რა უნდა გავაკეთო? სიყვარული რო დავიმსახურო, ანუ შეგება ხო სიყვარულის ერთ-ერთი ენა, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომია. რა უნდა გავაკეთო ამისთვის? ესე იგი უნდა დავამტკიცო, რომ ღირსი ვარ სიყვარულის, ან უნდა დავამტკიცო, რომ კარგი ვარ იმისთვის, რომ მივიღო სიყვარული. და წავიდა და გაყვა ეს ფსიქოლოგიური თამაშები. ხო და ესე იგი თუ უნდა დავამტკიცო, რომ ესეთი კარგი ვარ, იმიტომ რომ მე ღირსი ვარ, რომ თქვენი სიყვარული მივიღო, ანუ ადამიანების პირველ რიგში დედა და მამის სიყვარული, ხო? ესე იგი რა გავაკეთე? კიდე ერთი ტრავმა დამემატა, რომ ჩავკეტე შეგრძნებები რა მხრივ, რომ ხალხს ახლოს ჩემთან არ უშვებდი. ანუ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შევდახოთ მაგაზე, რომ დედაზე და მამაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არავინ არ არსებობს, ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, საერთოდ არ აქვს მაგას მნიშვნელობა. და აქედან გამომდინარე, რომ დედამ და მამამ თუ ვერ მიმიღო ისეთი როგორიც ვარ და უნდა უმტკიცო, რომ სიყვარულის ღირსი ვარ, სხვები ხო მით უმეტეს ვერ შემიყვარებენ. ამიტომ სიყვარულის და შეგრძნებების ჩაიკეტა სხვების მიმართ, სხვები აღარ მოდიოდნენ, ვეღარ მოდიოდნენ უბრალოდ ჩემთან, იმიტომ რომ მე ეს ჩავკეტე და მაგარი უგრძნობი ტიპი გავიჩითე, რომელსაც არ უნდა ხალხი ახლოს მოუშვას, იმიტომ რომ შეგრძნებების ეშინია, იმიტომ რომ თქვენ მაინც არ შეგიყვარდებით, დედა და მამას არ უყვართ ისე როგორც მე მინდა რომ მიყვარდეთ და თქვენ ხო მით უმეტეს არ შეგიყვარდებით და ამიტომ საერთოდ ჩაკეტილია ყველაფერი. ერთადერთი ფოკუსი რაც დარჩა არის ფული გამოუშვება, მუშაობა და ფულის ბევრი გაკეთება, რასაც მამა ჩემი აკეთებდა მთელი თავის ცხოვრება. ამიტომ კიდე მესამე ფსიქოლოგიური ტრავმა ჩაირთო ის, რომ მამა ჩემის თამაში უნდა ვითამაშო და მამ თამაშივე უნდა მოუგო მამა ჩემს, რომ დავამტკიცო, რომ მისი სიყვარულის ღირსი ვარ, ან მის მასზე უკეთესი ვარ, იმიტომ რომ მამა ჩემისგან ხო ვერ ვეღირსები ვერაზეც, რომ შვილო, რა მაგარი შვილი მყავხარ, მიხვდით? სად წაიღო ყველაფერი ფსიქოლოგიამ და რამდენი რაღაცა ჩამოაყალიბა იმისთვის, რომ თავდაცვითი მექანიზმები აამუშავოს, ჩემ თავს რომ დააჯეროს, რომ მე კარგი ვარ და სიყვარულის ღირსი ვარ. ეს ყველაფერი მოდის ამიტომ მშობლებიდან. თუმცა, როგორი მაგარი მშობლებიც არ უნდა გყავდეთ, ჩვენი ფსიქოლოგია ისეთი რაღაც არის, ყოველთვის იპოვის მიზეზს, როგორ გარდაქმნას ფსიქოლოგიურ ბავშვურ ტრავმად. მერე ეს ჩვენ გავიწყდება და ვერ ხვდებით რა როგორ მოხდა. ისევ დავუბრუნდეთ ახლა ჩემ მაგალითს, ანუ მე მეგონა რომ მე ვიყავი ტიპი, რომელიც აი ყველასთან ხიარული იყო და ყველა სიყვარულს უზიარებდა და რა მაგარი ტიპია, თუმცა ესე არ ყოფილა. ზოგიერთისთვის საკმაოდ უხეშიც ყოფილ ვარ, ზოგიერთისთვის საკმაოდ ესეთი დაღრემილი და უმადური ადამიანიც ყოფილ ვარ, ზოგიერთისთვის საერთოდ არასამდოც ყოფილ ვარ და ზოგიერთისთვის აი ძალიან ცუდი საერთოდ შესახედაობის ტიპიც ყოფილ ვარ და მოკლედ ზოგისთვის ბევრი რაღაცა ყოფილა, მაგრამ ამას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც
ბავშვური რაღაცეებისგან განთავისუფლებით ტრავმებისგან, რაღაცეებისგან ტრავმები გულისხმობა, რა თქმა უნდა, და მიიღებ შენ მშობლებს ჯერ სიყვარულით, რომ ჩემო მშობლებმა მაქსიმალურად შეძლეს, რომ ისე აღვეზარდე, როგორც იცოდნენ, იმიტომ რომ არ იცოდნენ, ვინ ასწავლა, ბებიამ და ბაბუამ ასწავლა. აი, ზუსტად რამოდენიმე ხნის წინ ვნახე პატარა ვიდეო, რომ გოგო მიდის ბიბლიოთეკაში და ეუბნება, რომ აი ისეთ ხასიათზე ვარო, ეხლა მინდა ვიტირო რა. ხო და მომეცით რომ ისე წიგნიო, თაც უნდა ვიტირო. გაგვთო ეგ წიგნიო და ბიბლიოთეკარი ეუბნება, კი, მაგსო რა. წავიდა და მოუტანა ესეთი იყო 11 გვერდიანიაო რა. და მოუტანა 11 გვერდიანი წიგნი. და ეს წიგნი რო იყო წიგზა წერია სათაური, ჩემი ბავშვური ტრავმები. და უყურებს ეს გოგო ასე ამას და ხა თქვენ რა გიდათ თქვათ, რომ ამას ჩემი ბავშვური ტრავმები არისო? კი, შენ ბავშვური ტრავმები არისო, მანდო რა. კაი, ამჯერაო მე ამის ახლა ჩემი ბავშვური ტრავმა ეხლა დედა ჩემი ხელს რომ ირტყამდა, სად არისო? ეხლავეო, გადაშალა წიგნი და იყო მე-11 პუნქტი. აგერ შენი აღწერილიო რა წარიო ზუსტად და სიტყვით წააკითხანო. მოგონილი ისტორია, მაგრამ ბოლო აქვს ძალიან მაგარი. კარგიო და აღარ მინდაო მაშინ ეს წიგნია. სხვა წიგნი მომეცითო რამე, ისეთი რომ საინტერესო იყოსო. კარგიო, ადგა, წავიდა და მოიტანა ესეთი დიდი წიგნი, 500 გვერდიანი და აძლევს. და ეს გოგო იღებს ამ წიგნს და უყურებს, სახელი აწერია დედაჩემის ბავშვური ტრავმები. მოგასაგებია. ანუ თაობებში თან და თან რაღაცა სწორდება. ბევრად უფრო მეტი შეეძლო თქვენ მშობლებს გადმოეცათ თქვენთვის, მაგრამ ზუსტად ეხლა თქვენ როგორ იწყებთ ამის აზროვნებას, რომ თქვენ შვილებს არ გადასცეთ, მათაც ჰქონდათ ეს მომენტი ცხოვრებაში. მათაც ესადნენ მაქსიმალურად, რომ ეს სადღაც რაღაც დოზით მაინც დაებლოკათ, რომ თქვენამდე სრულად არ მოსულიყო ეს სიგიჟე, ეს რაღაც ფსიქოლოგიური წნეხი. დამიჯერეთ, რომ თქვენამდე 50% არ მოსულა, ებისია ჩვენმა მშობლებმა გამოიარეს. და ამ კურსს რომ მორჩებით, თქვენ შვილებს 80%-ს არ გადასცემთ იმით, რაც თქვენ გაქვთ. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი ცხოვრება გექნება თქვენს და შვილებსაც. არ დაგავიწყეთ, რომ საკუთარი თავის მიმართ სიყვარული არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი საკუთარი თავის მიმართ სიყვარული ალბათ -10-ზე იყო, შეიძლება ასე ითქვას და საერთოდ წარმოედგინა თუ არა, რომ შენი თავი უნდა გიყვარდეს, ესეთი რამე არსებობს. ნუ რთული იყო რა, მართლა რთული იყო ამის დანახვა იმ პოზიციებში, სადაც ვიყავი, საბედნიეროდ ეხლა აქ ვარ და შემიძლია რომ თქვენც გაგიზიაროთ ჩემი პირადი გამოცდილება. ესე იგი თუ ვერ მიხვდით აქამდე, მე ძალის სცენარის მოთამაშე ვარ, ძალით მიყვარს რაღაცეების გაკეთება და სამწუხაროდ ამას მივყავართ გამოფიტვამდე. ანუ ძალის სცენარის მთავარი მინუსი არის ის, რომ ადრე თუ გვიან გამოიფიტება. შედეგს ბოლომდე როცა თulis რომ კაი ცოტა დარჩა, უნდა გაანულოს ყველაფერი და ახლიან დაიწყოს, ამიტომ საქმე ბოლომდე ვერ მიყავს. ესე იგი ურთიერთობებში საკმაოდ დესპოტური ტიპი ვარ რა. იმედი ახლა აღარ ვარ ისეთი, მაგრამ ვიყავი ყოველ შემთხვევაში უეჭველი. ძალიან დესპოტი, ძალიან მომთხოვნი და საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვახორციელებდი და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი გზა იმისა, რომ გავქცეულიყავი გრძნობებს. იმიტომ რომ ისე გრძნობები იყო ჯაკეტილი მქონდა ახსენი რატომაც. შესაბამისად ახლოს არავის მოშვება არ მინდოდა. ფულთან კარგად მქონდა ყოველთვის საქმე, იმიტომ რომ ფული ყოველთვის მქონდა, ყოველთვის მუშაობდი, ყოველთვის ვაკეთებდი რაღაცას და ფულთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა, თუმცა იმაში რაშიც ვერ ვაღწევდი წარმატებას, ვაკეთებდი ფულით კომპენსაციას. ანუ რაღაც საკითხები, რაშიც ვერ განვითარდი, ფულით ვაკეთებდი ამის კომპენსაციას. ანუ მაგარი ტიპი რო გამჩველი იყავი, კეთილი რო გამჩველი იყავი, კი რაღაცა დაპატიჟე გადაუხადე რაღაცა ეგეთ თემები. და ეს უფრო ძალის დემონსტრაციაზე ვიყავი რა. მე ალბათ უფრო გადავეშვი თამაშებში, რომელსაც ქვია გაახარეს ხვები. ხო, გაახარეს ხვებიც ფლად კარგი პოზიცია არ არის. ოქროშუალედია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დაიჭირო თადარიგი. შენ საზიანოდ თუ გიწევს სხვისთვის რაღაცი გაკეთება, არ უნდა გააკეთო. დაეხმარე სხვას იმ წერტილამდე, როდესაც გადმოვა შენს საზიანოსთან ახლოს.
ანუ აი შენ საზიანო რგოლს რომ მოუახლოვ და ან შეწყვეტო დახმარება. ეგ აღარაა შენთვის კარგი. შენი თავის სიყვარული არ დაივიწყო. თუ შენი თავი არ გიყვარს, როგორ შეიძლება გიყვარდეს სხვა? ეს არის ლოგიკური კითხვა, რომელიც საორიენტაციო ცხოვრებაში ძალიან დაგეხმარება. ეხლა გადავიდეთ კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედოთ. ყველა ცხოვრებაში გქონია მომენტი ორ შაბათიდან დავიწყებ. აი ორ შაბათიდან დავიწყებ ორჯიშს, ორ შაბათიდან დავანებებ მოწევას თავს, ორ შაბათიდან შევждები დიეტაზე. ორ შაბათიდან. მოდის ეს ორ შაბათი, ვიწყებთ ამ ყველაფერს, რასაც გვინდა და რა ხდება? გადის ერთი კვირა, ორი, მაქსიმუმ 3 კვირა გადის და ჩვენ უკვე ისეთი გამოფიტულები ვართ და იმდენად აღარ შეგვიძლია რომ გავძლოთ ის პროცესი, რომელიც დავიწყეთ და ვერ ხვდებით რატო. და მიზეზი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ამ ყველაფრის ინტეგრაციას ვთქვით მეხუთე, მეექვსე საფეხურებზე და პირველ, მეორე საფეხურს და მესამე საფეხურს არ ვაქცევთ ყურადღებას. გახსოვთ ეს საფეხურები ახლიდან? ეგ ჩაწერილი იქნება, დაწერილი იქნება და გადაიკითხოთ საფეხურებს. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე საფეხურზე ვცდილობთ ყველაფრის ინტეგრაციას. პირველ, მეორე, მესამე საფეხურზე რატომღაც არ ვიცით რომ უნდა ჩავიდეთ. და სანამ პირველ საფეხურამდე ან ბირთვამდე არ ჩავალთ, არ გამოვა, არაფრის ინტეგრაცია არ გამოვა სამწუხაროდ. ხო, ფუნდამენტი თუ არ შევცვალეთ, ფუნდამენტი რომელიც არის საყრდენი ყველაფრისა, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ვერაფერი ვერ შეიცვლება. რამხელა ძალაც არ უნდა გამოვიჩინოთ, აი 21 დღეს თუ გადავალ, მერეც გავაგრძელებ. არა, ვერ მოხდება 21 დღე კი არა, 60 დღეს არ გიშველით. თუ არ ჩაეძიეთ აი ამ თავარ ფსიქოლოგიურ და ბავშვურ ტრამას სრულებით სიღრმისეულად. არაფერი არ გიშველით. მოდი ახლა ცოტა წინასწარ მეტყოლებაში წავიდეთ და დაახლოებით თქვათ როგორი ცხოვრება ექნება მაგალითად აი ძალის გამომხატველ ტიპებს რა. ანუ ურთიერთობაში ძალის გამომხატველი ტიპები ძირითადად ირჩევენ ისეთ ადამიანს, რომლის манипуლირება მარტივი არის, რომელსაც არ აქვს საყრდენი და რომლის თამაში ძალიან მარტივია და საკუთარი თავის საჭიროებას ცდილობს ამით რომ დაამტკიცოს, რომ აი სუსტია და მე მას ვჭირდები იმისთვის, რომ გავაძლიერო და ჩემ გარეშე ის ვერაფერს ვერ იზამს. საყვარელი თამაშები ურთიერთობაში, რომ სულ რაღაც შეჯიბრი აქვს, სულ ეჯიბრება ვიღაცას, უნდა ამტკიცოს, რომ თავის პარტნიორზე მაგარია და თავის პარტნიორზე ბევრად კარგად შეუძლია ყველაფრის გაკეთება და პარტნიორისგან რო ვერ იღებს ამ ყველაფერს, რომ შენ მაგარი ხარ და პარტნიორისთვის არ აქვს მნიშვნელობა უკვე მისას, ეს მისთვის საკმაოდ გამაღიზიანებელი ხდება. ეს ქალის შემთხვევაში რა თქმა უნდა და კიდე საიდან მოდის ქალების ძალის სისტემა და სცენარები? უფრო მოდის მამისგან უპატივცემლობით. ანუ როდესაც მამას ქალი არსებს პატივს და ის არის ძალის სცენარებით მოთამაშე, საკმაოდ რთული სცენარული ურთიერთობის თამაშების თამაში უწევს. როგორ ვითარდება სცენარის საუკეთესო ცხოვრება? ანუ ზოგადად ურთიერთობებში ძალიან მარტივად ირჩევს ხოლმე. არ ირჩევს გზნობებით, არ ირჩევს სიყვარულით, ირჩევს ფულით, ანუ შესაძლებლობებით. კარგი მანქანა ყავს, ბევრი ფული აქვს, კარგი სამსახური აქვს, კარგი შესაძლებლობები აქვს, მის ფონზე მე ძალიან კარგი გამოჩნდები, მის ფონზე მე ძალიან კარგი ვიქნები და ესეთი მიდგომები აქვს რა. ანუ სუფთა სტატისტიკური მონაცემების პარტნიორი ყავს, ვიდრე შეგრძნების მონაცემების პარტნიორი რა არას გზნობის მიმართ, ანუ სიყვარული მაინც და მაინც მასთან არ არის. უფრო სტატისტიკურად ადგენს რომ გამომადგება თუ არ გამომადგება. არ გამომადგება, შემდეგ კი გამომადგება, არ გამომადგება, გამომადგება, არ გამომადგება, მაგრამ მთელი გადაობა რაშია? პარტნიორს როცა აირჩევს, ანუ უნდა რომ შეაყვაროს თავი, რო დარწმუნდება რომ შეუყვარდა, მერე იწყებს მისი ქმედებების გაუფასურებას. ანუ ყველაფერი კარგია თავიდან, ყველაფერი კარგად გიდის, გონია ბედნიერი ხარ, იპოვეს ერთადერთი ვინც გინდა, მაგრამ ცოტა ხანში ეს პარტნიორი იწყებს შენი მიღწევების, შენი ქმედებების და შენი სიტყვების და ლაპარაკის ყველაფრის გაუფასურებას. აი ეს არის ზუსტად სცენარი, როდესაც საუკეთესო სცენარით ცხოვრობს ადამიანი. სამწუხაროდ აი ეს უმეტესობა განქორწინების აქ ხდება ხოლმე. საუკეთესო სცენარით ცხოვრობენ ხოლმე და სიყვარულით არ არის ხოლმე და რაღაცა როცა ეკონომიურად არ წავასწორად, უცებ სხვადასხვა გზით გარბიან.
ამ ყველაფრის უკან დგას მხოლოდ ერთი რამ, იმიტომ რომ თუ მოუშვებს ვიღაცას ძალიან ახლოს და გზნობებს ჩადებს, მაშინ რა იქნება? რომ ის ადამიანი დაინახავს, რომ არც ისეთი მაგარი ტიპი ყოფილა. ამიტომ აქვს სცენარი, შეაყვარე, დაიფყარი და გააუფასურე. იმიტომ რომ ასე ეს ადამიანი ახლოს ვერ მოვა. იმიტომ რომ საბაზისო შეგრძნება საუკეთესოს იყო არასრულფასოვნებაა. ანუ იმიტომ უნდა გავხდე საუკეთესო, რომ ვიცი რომ არასრულფასოვანი ვარ. პირიქით მუშაობს ყველაფერი და ჩვენი ფსიქოლოგია ყველაფერს საკმაოდ დიდ და ძლავრ ტრანსფორმაციას უკეთებს. როგორ ცხოვრებას გაივლის სცენარისტი გაახარეს ხვები. ვინც ამ სცენარის ცხოვრებას გაახარეს ხვები, რა თქმა უნდა, ალბათ უკვე მიხვდებოდი, რომ ირჩევს ტირანს, ძალის სცენარის მოთამაშეს, საუკეთესოს მოთამაშეს, რადგან რა თქმა უნდა, ყოველთვის აქვს მოთხოვნილება, რომ დაამტკიცოს, რომ სიყვარულის ღირსია. ამიტომ უნდა გაახაროს ხვები. ამიტომ ისეთი პარტნიორი უნდა აირჩიოს, რომელიც მის ქმედებებს გააუფასურებს, იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე დაამტკიცოს, რომ მე სიყვარულის ღირსი ვარ, რა თქმა უნდა. ხო და თლად ესე რო არ არის ჯანსაღი, მე მგონი ყველა ხვდებით უკვე, ხო? მოკლედ, თავარი კრიტერიუმი ამ სცენარის მოთამაშისთვის არის, რომ თავისი თავი უნდა მეუძღვნას სხვას, რომ აი, მაშინ მოგიძღვენი ჩემი თავი. ესეთი დამოკიდებულება. ესე იგი, ამ სცენარებიდან, ეხლა რომელიმე თუ თქვენში რაღაცა შეგრძნება მოატივტივა, აუცილებლად ეს შეინიშნეთ, იმიტომ რომ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. როგორი ცხოვრები ცხოვრობენ, ეხლა განვიხილოთ ეს სცენარისტები თავისი შედეგების მიხედვით. მაგალითად, ძლიერი ყოველთვის რაღაცაზე მუშაობს, ყოველთვის სათხაც ეჩქარება, ყოველთვის რაღაცა უნდა გააკეთოს და ერთადერთი მომენტი, როდესაც შეუძლია რომ დაისვენოს, არის ან თუ გამოიფიტა, ან თუ აოდ გახდა. მეტი აი უბრალოდ არ არსებობს სხვა გზა, რომ გაჩერდეს ძლიერი და დაისვენოს და გაჯდეს და კაი ცხოვრება. ესე ცხოვრება რა თქვას თავისთვის. ამას ძლიერი ვერ გააკეთებს ვერასდროს. რაც შეეხება საუკეთესოს. საუკეთესო რა თქმა უნდა შეჯიბრშია და ყოველთვის უნდა ამტკიცოს, რომ ყველაზე მაგარია და ყველაზე ძლიერია და პირველია და აი ყველაფერი უნდა ამტკიცოს, რომ საუკეთესოა და თუ ვერ იღებს ამ ყველაფერს ამტკიცებას, რომ საუკეთესოა, შედარებით მაშინ ბედნიერი ვერ არის. და როდესაც იღებს ამ დამტკიცებას, რომ საუკეთესოა, შესაბამისად მიდის იმ ადგილებში, სადაც იღებს ამის დამტკიცებულებას, რომ საუკეთესოა, მე ხდება ბედნიერი. ხო, ყველაფერი ასეა. გაახარეს ხვების სცენარი. გაახარეს ხვების სცენარი ძირითადად მიდის ისეთ სამუშაოებზე, სადაც ერთ და იგივეს მუშაობა უწევს ადამიანს. აი, მაგალითად, ბუღალტერის უზისდად ერთ და იგივე გამოთვლებს აკეთებს. ხო, აი, გაახარეს ხვების სცენარი, ბუღალტერი არის გამოჭრილი სცენარია და სამუშაო მაგისთვის, რომ შეუძლია აი, ყველაზე მონოტონური სამუშაოც გააკეთოს, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცა გაახაროს. არა აქვს მნიშვნელობა იქ ბევრს მიხდიან, ცოტას მიხდიან, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ თავარი გავახაროს ხვები. ამიტომ მე გავაკეთებ ამ სამუშაოს, კი, მოსაბეზრებელი კი არის, მაგრამ მე რო გავაკეთებ, ხო გავახარებ. Yes, გავახარებ. ეს არის თავარი მიდგომა და სამწუხაროდ ეს მიდგომა არ ხდის მას ბედნიერს. ეს რაც შეეხება სამსახურს და სამუშაო გარემოებს და ჩვენს მდგომარეობებს. მოდი ახლა გადავიდეთ ჯანმრთელობაზე. როგორ ვითარდება რაღაც ბავშვური ტრავმები ჩვენ ჯანმრთელობაზე მოქმედების მხრივ. ესე იგი, თუ ადამიანს აქვს ჭარბი წონა, უმეტესად ეს არის შინაგანი რეფლექსი ჩვენი ფსიქოლოგიის, რომ მე რაც უფრო დიდი ვიქნები, უფრო დაცული ვიქნები და უფრო ესეთი აბჯარი მაცვია და ვერაფერი ვერ მატკენს. ანუ რეალურად ეს ბავშვური ტრავმა გვაიძულებს, რომ მოვიმატოთ წონაში. ამის სიღრმეში ჩაძიება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ როგორც კი ჩავეძიებით ამას სიღრმეში, ეს ჭარბი წონა თავისით წავა. და იმის გამო რომ არ ვიცით თუ ამას ჩავეძიოთ, ვერ ვხვდებით რა ხდება. დავიწყებთ დიეტას, 21 დღეც არ ყოფნის, მე ისევ ვსკდებით, მე ისევ რაღაცა სიგიჟეებს გავაკეთებთ, მე ხელს ჩავიქნებთ და გამოფიტულზე უკვე ვაგრძელებთ ისევ იგივე ცხოვრებას რაც გქონდა და შეიძლება კიდევ უფრო დამძიმებული ვითარებითაც კი. ეს ყველაფერი მოქმედებს ამაზე. პანიკური შეტევები, უძილობა, რაღაც ნერვული ფონები, აი ეს ყველაფერი ერთად უკაერთიანო, ეს არის მამის დანაკლისი. ანუ
წითელი ალამი მამისთვის რა. იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი თუ ხდება, საკუთარი თავის უპატივცემლობა, რაღაც რწმენა საკუთარ თავში, საყრდენი, საკუთარი თავის არამყარი, შფოთვები, რაღაც ემოციური გამოვლინებები, არაკონტროლირებადი ჭარბი წონა, ეს ყველაფერი არის მამისთვის ამი, რომ მამამ არ მიაქცია სათანადო ყურადღება და არ გაუზიარა სათანადო ყურადღება თავის შვილს. ასევე დაავადებები. ანუ ქრონიკული დაავადებები არის ბავშვობაში რაღაც სცენარი ჩამოგვიყალიბდა. ეს სცენარი ვერ შევასრულეთ. ბავშვობაში ჩვენმა ორგანიზმმა მოგვცა ამაზე სიგნალი, რომ ჩვენ რაღაცა ვერ აღვიქვით ისე როგორც უნდა აღვიქვა და ვერ გადავხარშეთ, ჟარგონურ დრო ვთქვათ. ჩამოყალიბდა რაღაც წერტილი დაავადება და მერე იმის გამო რომ არ მივაქციეთ ამას ყურადღება, არ გავშიფრეთ თავის დროზე და არ მოვიშორეთ, ვერ განთავისუფლდით ამისგან, ქრონიკული დაავადება ჩაირთო. და წამოვიდა ეს ქრონიკული დაავადება. გამონაყარი, ალერგიულობა, აი ყველაფერი აქედან გამომდინარეა ძირითადად რა. და კიდევ უფრო დამძიმებული ფორმა, მესამე ფორმა ამ ყველაფრის არის თვითგანადგურება. ანუ აი ალკოჰოლი სხვათა შორის ვითომ არაფერი, მაგრამ ალკოჰოლის მიღება ჭარბი რაოდენობით საერთოდ ერთი ჩიქაც საკმარისია და მე ვთვლი რომ მეტიც უკვე ჭარბი რაოდენობაა, თუმცა ყველას თავის დოზა აქვს. ალკოჰოლი, ნარკოდამოკიდებულება, სიგარეტი, პლანი, მოსაწევი, რავი 1000 რაღაცა, ყველა ნარკოდამოკიდებულებები ეს არის თვითგანადგურება. ეს არის ჩვენი თავი მიყვავს ქვეცნობიერ დონეზე სიკვდილისკენ. ანუ საერთოდ არ ვართ ბედნიერები რეალურად. იმიტომ რომ ბედნიერები რო ვიყოთ, ეს რაღაცეები საერთოდ არ დაგჭირდებოდა. და რაც უფრო მალე ჩავეძიებით ჩვენ ბავშვურ საფუძვლებს, მით უფრო მალე განთავისუფლდებით ამ ყველაფრისგან. და სულ დამოვიწყდა. ისეთი სპორტი, რომელიც სიკვდილსიცოცხლის ზღვარზე გადის და ჩვენ ვამართლებთ რომ მე ადრენალინი მიყვარს, ესეც თვითგანადგურებისკენ მოწოდება. ანუ ისევ ის ბავშვური ტრავმა, მაგალითად სიმაღლიდან ხტომა და რბოლა, სადაც შეიძლება ძალიან ცუდ საგზაო შემთხვევაში მოყვე, სროლები და მსგავსი რაღაცები არის საკმაოდ ესე იგი ბავშვური ღრმა ტრავმები, რომელიც თვითგანადგურება ჩაირთო სისტემა. აი ის რომ არის ხოლმე კინოებში წითელს რო დააჭერენ და ყველაფერი აწამში აფეთქდება. დაახლოებით აი ეგ სისტემაა ეგ. ხო, ეს რაც შეეხება თვითგანადგურებას. ყველაზე ესე იგი კითხვა რაც შეიძლება დაგებადოთ, რომ კი გავიგეთ ეს სცენარები ყველაფერი და გავიარეთ, მაგრამ სცენარების მე რა ვქნათ? აი ხარ ვქნათ რომ ვიცით ყველაფერი სცენარები რა. პირველი შეცდომა რაც არ უნდა დავუშვათ, არის სცენარის ცვლილება. ანუ სცენარები კარგი იყო და აქამდე მოგვიყვანა და თვითგადარჩენა რო ჩაირთო ეს სცენარები გავათამაშა და გადავრჩით, კარგია და აქამდე მოვედით, მაგრამ ეხლა საჭიროა სცენარი კი არ შევცვალოთ ერთი მეორეთი. ეხლა საჭიროა ერთი მეორეთი არ შევცვალოთ, აუცილებლად ყველა უნდა გაუშვათ, განთავისუფლდეთ და მივისწრაფოთ 10-დან 10 რო იყოს ყველაფერი ჩვენი შეგრძნებებით და ჩვენი ფინანსური მდგომარეობაც. ხო და ეხლა მოდი ავღწეროთ, როგორ გამოიყურება ეს 10-დან 10, ეს მითიური რაღაც მარტორქა, რომელიც ჩვენთვის ვითომ და მიუღწეველია, თუმცა ყველაფრის საშუალება არსებობს. პირველი, მოდი დავიწყოთ ჩემი თავის მიმართ დამოკიდებულებით. ანუ ჩემი თავი ძალიან მიყვარს, ძალიან ვამაყობ ისეთი როგორიც ვარ. ვიცი რომ ნებისმიერ სიტუაციაში რაც არ უნდა მოხდეს, მე თავს გავართმევ ყველა სიტუაციას და მივაღწევ იმას, ისი მიღწევაც მსურს. ურთიერთობაში მექნება ჰარმონიული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დაფუძნებული პატივისცემაზე, ჰარმონიაზე, სიყვარულზე, რა თქმა უნდა. და მესამე ფაქტორი მშობლებთან და შვილებთან მიმართება. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშობლების მიმართ დამოკიდებულება და მადლიერება მათ მიმართ, იმიტომ რომ მათ მოგვიყვანეს ამ ცხოვრებაში, მაქსიმალურად ეცადნენ, გაიზიარებინათ სიყვარული და აღვიზარდეთ ისე, როგორც იცოდნენ და როგორც შეეძლოთ. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენი ცხოვრების ბედნიერებისკენ,
რამდენადაც მართლა გულწრფელად მადლიერები ვიქნებით ჩვენი მშობლების მიმართ, იმდენად კარგად იქნება ჩვენი ცხოვრებაც. ხო, ეს მშობლების ჩემი პირადი და ურთიერთობის და როგორ გამოიყურება ჩემი საქმიანობა. ანუ დაკავებული ვარ იმ საქმიანობით, რომელიც მე მახარებს, აბედნიერებს, მიხარია და ისეთ შედეგებს ვძებ, რომელიც სხვებსაც მოსწონთ, მაგრამ აქ მნიშვნელობა ჩემი კლიენტები იქნებიან, მე ჩემი კომპანია მაქვს, ვინმესთან მუშაობ და ჩემი უფროს მოეწონება. ანუ თავარი ის არის, რომ ვაკეთო ის, რაც მართლა მახარებს და მაბედნიერებს და რაღაც შედეგს რო დავდებ საქმეში, მეც მიხარია, რომ ეს შედეგი დავდე. ოღონდ მართლა გულწრფელად, იმიტომ რომ ეს მართლა ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს არის მაქსიმალურად გაცნობიერებული ადამიანის ცხოვრება. აი ამ მწვანე ზოლში ესე გამოიყურება ყველაფერი. ესე იგი, ჯანსაღი კონფიგურაცია ყველაფერი გავარკვიეთ. ეხლა როგორ უნდა გამოიყურებოდეს 10-დან 10 და სად არის ყველაფერი. ეხლა თქვენ უკვე იცით, როგორ გამოიყურება ჩვენი სცენარები. ეს სცენარები რაზეა დაფუძნებული, ანუ რა არის ბირთვი, საწყისი, პირველი 3 ეტაპი იმისა, რაზეც ეს სცენარები ყველაფერი დგას და მე ამ სცენარებიდან გამომდინარე ჩვენ როგორ ცხოვრობთ. ეხლა თქვენი გადასაწყვეტია უკვე რა გინდათ ზუსტად კონკრეტულად რომ მიიღოთ. და შემდეგ სესიაზე გავივლით კიდევ უფრო ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალ გზას.